სახელითა მამისაითა დაძისაითა და წმინდისა სულისაითა მე მადლობ ღმერთს ჩემი მთელი არსებით როგორც ზალმიც რომ დღეს კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება რომ გვემსახურა თუ ატყობთ ის ვინც ესწრებოდით აი ამ წირვებს ზედიზედ გადამბულად მათ შორის ორი ღამის თევის წირვა იყო და თუ გაქვთ ეს განცდა მე არ ვიცი თქვენ როგორ გაქვთ მე ესეთი განცდა მაქვს რომ როგორც წმინდა მამები ამბობენ რომ მადლი რაღაც ესეთი უძირო ჭასავით არის და რაც მეც ამოიღებ უფრო მეტად სუფთა წყალი გამოდის რაც მეტად ვცდილობთ რომ ვიმსახუროთ რაც მეტად ვცდილობთ რომ უფალთან ვიყოთ რაც მეტად გამოხატავთ ჩვენ სურვილს ღვთისმსახურებაზე დასწრებით ჩვენ სურვილს უფალთან ყოფობისა უფრო მეტად და მეტად ძლიერად გვიზიდავს უფრო მეტად და მეტად გვანაყრებს უფრო მეტად და მეტად მშიერ ვრჩებით და კიდევ უფრო მეტად და მეტად გვანაყრებს და კიდევ უფრო მეტად მშიერ ვრჩებით და აი ესე მუდმივად აი ესე მზარდად აი ესე მართლაც მაგნიტივით ძლიერად გვიზიდავს უფალი და ამისათვის მადლობთ ღმერთს. როდესაც უფალი ჩვენს გულს ეხება და ეს ყოველთვის ხდება ჩვენგან დამოუკიდებლად და მოულოდნელად, მაშინ ყველაზე მეტად ხვდები რა ამაოა ეს წუთი სოფელი და აი მაგალითად თუნდაც ღამის თევის წირვა. რა არის ღამის თევის წირვა? წინააღმდეგსვლა ჩვენი ფიზიოლოგიისა, ჩვენი ბუნებისა. იმის მაგივრად რომ ჩვენს ბუნებას ეძინოს და იგი ითხოვს ამას ჩვენ აქ ვსახურობთ და როცა ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ ღმერთის სასარგებლო ეს ერთგვარი გამოწვევა ამას სოფლის სულისადმი, ეშმაკისადმი, ჩვენი დაცემული ბუნებისადმი გამოწვევაა რომ მე ღმერთს ვირჩე მიუხედავად იმისა რომ ეს სოფელი თავისკენ მეკაჩება და თავისას ვთავაზობს. ესე დროს, როდესაც სიხარულს გრძნობთ და განსაკუთრებულობას ჩვენი მყოფობისა, განსაკუთრებულობას ჩვენი ადამიანობის, აბა რა დროს აგრძნობ ადამიანი შენს ადამიანობას, როცა ჭამ, როცა სვავ, როცა ხორცელ სიამოვნებას განიცდი, როცა პატივმოყვარეობას იკმაყოფილებ, როცა მიწიერი მიზნები თითქოს დახელში გიპყრია, თუ მაშინ, როდესაც გრძნობ, რომ ღვთის ხატი ხარ და ღმერთი ადამიანად მოსული შენთან არის და გულის კარებზე გიკაკუნებს. იმგაბლებს თავს შენაერ ადამიანად შენს წინ შენს გვერდზე დგას და მიუხედავად იმისა რომ შენ საკუთარ ცოდებს გრძნობ და განიცდი ამ დროს და თავჩაქიდრული დგეხარ წინაშე მისა ის გულში გიკრავს და თავისთან გამყოფებს როდესაც გრძნობ ადამიანო თავს კარგად და ადამიანად რა თქმა უნდა იმ დროს როცა ღმერთთან ახარ იმიტომ რომ რატომ არაფერიც ამას განმარტება ხომ არ ჭირდება. დღეს სამოციქულოში აღმოვიკითხეთ საოცარი სიტყვები რომ სიკვდილოსა და საწერტელი შენი ანუ სად არის ის რითაც ჭრილობას გვაყენებ ხო შენი ჭრილობები სად არის და ჯოჯოხეთო სად აღძლევა შენ და მე მგონი აი ეს სიტყვები ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ცოცხლობს და მაშინ ავლენს საკუთარ თავს როცა ჩვენ წირვაზე ვდგავარ და ღმერთს ვადიდებ. ეს სახურება ევქარისტიულ მსახურებად იწოდება ანუ მადლიერების სახურებად და მე მგონია რომ მრავალ თქვენთაგანს მსახურების განმავლობაში დაწყებული თავიდან ბოლომდე ქონდა ერთი სურვილი ხელები აღეპყრო ზეცად და მთელი ხვი ეყვირა და ეყვირა მადლობა ღმერთო შენ და მადლობა ღმერთო შენ და მადლობა ღმერთო შენ და ეს არ არის ტყუილი იმიტომ რომ რა არის ის თუ არა მადლიერების განცდა როდესაც აი ადამიანი ამგვარ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენი ცხოვრება ერთი ამოსუნთქვა. დავიბადეთ, ჩავისუნთქეთ და ცოტა ხანში წავალთ ამ ქვეყნიდან. გარდაცვალება ჩვენი თამდევი გამოცდილებაა. უпроსორად გამოცდილებად უნდა იქცეს. არ შეიძლება გარდაცვალებას ჩვენ გვერდი აუვაროთ, არ შეიძლება გარდაცვალებას დავემალოთ. გარდაცვალება ჩვენ ცხოვრების სულიერ ცხოვრების გამოცდილებად უნდა იქცეს. ის ჭეშმარიტად სულიერი და ხორციელი გამოცდილება, იმიტომ ხორცს ტკივა და
სულს უხარია თუ ის ღმერთთან არის. და ამიტომ აი დღევანდელი მსახურება ჩვენ მიცვალებულთა მსახურება ჩავატარეთ და მოვიხსენეთ ჩვენი ყოველთვის ვიხსენებთ, მაგრამ აი დღესაც გარკვეული გარდაცვლილები მოვიხსენეთ ადამიანები, რომლებიც გვენატრებიან, რომლებიც გვიყვარან, არც ერთი მსახურება არ შეივლის ისე რომ ჩვენ შინაგანად მიცვალებულები არ გვახსოვდეს, ხო სწორია? და ამ დროს იმედი გეძლევა, რომ ჩვენ შორის ერთობა არ დარღვეულა და რაც თავარია ჩვენთვის გარდაცვალება თუ ჯერჯერობით არ ხდება ის რაც უნდა იყოს სანუკვარე პავლე მოციქული რო ამბობს რომ მე მინდა რომ წავიდე მაგრამ ჯერ თქვენ გჭირდებით თუ ჯერ ამ დონეზე არ მისულართ ის მაინც არსებობს ამ დროს ჩვენში რომ ეს ჩვენთვის საშიში აღარ არის ხოლო თუ ჩვენ გვაქვს ცხოვრებაში წამები როდესაც იგი სანატრელი ხდება არა იმის გამო რომ დავიღალეთ ამ ცხოვრებისაგან ამათ იმის გამო რომ ქრისტე გვენატრება და ვგზნობთ რომ ის ვინც მე მიხარია და ვინც მე ჩემ ცხოვრებას აბედნიერებს გარდაცვალების მერებას მთელი სისავსით შევიგრძნობ დავინახავ და მასთან ვიქნები თუ ეს განცდები ხანდახან მაინც ყოფილა ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ იცოდეთ რომ ბედნიერი ადამიანები ვართ იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ არის ნიშანი ამას სოფლის სულზე გამარჯვებისა ჩვენს ბიოლოგიურ არსებობაზე გამარჯვებისა და ეშმაკზე გამარჯვებისა მე ისეთი განცდა მაქვს ეხლა რომ სიმართლე გითხრათ არ მობეზდება საუბარი ღვთის დიდებაზე და მადლიერებაზე მე ძალიან წუხვა რომ მაგალითად ხვალე მე არ ვწირავ მიხარია რომ კვირას ვწირავ მეტაუდეს მე თუ იქნება იმის შესაძლებლობა რომ ყოველდღე ვწირო მახსოვს ერთ-ერთ მათონელმა პერმა იქ რო ვიყავი ესე მითხრა რომ ყოველდღე წირეოდა ჯერჯერობით ვერ გამომდის ეს იმიტომ რომ ერში ვარ და მე ალბათ უდიდესი ბედნიერება იქნება ჩემთვის და მე ჩავთვლი თავს ბედნიერად თუ უდესმე დადგება ჩემ ცხოვრებაში ისეთი როცა მე შევძლებ ყოველდღე წირვას მე მესმის რომ ეს ერის ადამიანებისაც ჩვენ ერის ადამიანები ვართ ჩვენ ერის ადამიანი მართალია მღვდელი ვარ და თქვენ არ ახართ მღვდელი მაგრამ ჩვენ ყველანი სამღვდელოდ და სამეფო თასი ვართ როგორც პეტრე მოციქული ამბობს და ამავე დროს ანუ ჩვენ ყველანი მღვდლები ვართ ამ კუთხით ამავე დროს ჩვენ ყველანი ერის ადამიანები ვართ იმიტომ რომ ერში ვართ და ოჯახებში ცხოვრობთ მაგრამ მე მგონია ქრისტიანს ბოლომდე რო ერის ადამიანად დარჩეს ბოლომდე უნდა კონდეს ეს წვავე სურვილი ყოველდღე ღვთისმსახურებაზე ღმერთთან ყოფობისა იმ ევქარისტიულ მსახურებაში ანუ მადლიერების მსახურებაში სადაც ჩვენ უფალთან ყოფობის შესაძლებლობა გვეძლება და თუ რეალობაში ვერ ხორციელდება უშუალოდ აი ამ ევქარისტიულ მსახურებაში თანამონაწილეობა ზიარებით ის მაინც უნდა გავაკეთოთ რომ ჩვენს გულს ქონდეს ყოველთვის ამის წყურვილი და სურვილი ამისი და ჩვენს გულში ყოველთვის იყოს ეს მზაობა და მდგომარეობა ყოველთვის იყოს მზაობა რა არის ევქარისტიული მსახურება და წირვაზე ყოფნა ეს არის შენი შესაძლებლობა უნარი სიმდაბლიდან უღირსების განცდიდან გამომდინარე რომ იყო და აქედან გამომდინარე შინაგანი მოთხოვნილებიდან გამომდინარე რომ ხსნელი გჭირდება ყოველთვის იყო მზა ღმერთთან შესახვედრად ზიარება ეს არის ღმერთთან შეხვედრა ეს შინაგანი მზაობა იყოს ყოველთვის იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრებაში დადგება წამი როდესაც ჩვენ პირისპირ ღმერთის წინაშე წარვდგებით და ამას გარდაცვალება ქვია და ვერ იტყვი მაშინ რომ იცი მე მზად არ ვარ ძალიან ხშირად მრევლის წევრებში ეს ტენდენცია არსებობს რომ რატო არ ეზიარებ აი ღამისთევით მრავალი თქვენთაგანი დღეს ღამისთევით იყო არის აქ დღეს და მრავალი ეზიარა და ასევე მრავალი არ ეზიარა ზოგს ხონა ობიექტური სუბიექტური მიზეზი ზოგი ახლა გდავს პირველ ნაბიჯებს და ასე შემდეგ მაგრამ არიან ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ არაფერი არ უშლიდათ ხელს გარდა ერთისა მომიწყებთ და ამას ქვია სიზარმაც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ადამიანი ღამისთევაზე მოდის არ ეზიარება შეგითხები რატო არ ეზიარებ ხო აი რა ვიცი იცი რას ქვია არ იცი 1 საათი შენთვის განმარტოვებული ყავი უფალოდ გეტირა შენი მკვდარი სული რომელსაც გაცოცხლება უნდა მხოლოდ 1 საათი და მოსულიყავ როგორ შეიძლება ღამე მოდი ეს რას ნიშნავს ხო ხვდები მშიერი ადამიანი მოხვიდე ძვირფას სუფრაზე და მშიერი წახვიდე როცა ერთ ლუკმასაც ვერ გაშინჯა ასე რომ გაუფრთხილდეთ აი ამ მსახურება აი მე რო წირვაზე მოვედი და დავდექი და არ ვეზიარე მე რა ვიცი ეგება ის ჩემთვის ბოლო წირვა იყო მე ხო არ ვიცი გავდივარ და რამდენი ხანი ვიცოცხლე შემდეგ წირვამდე ვიცოცხლებ თუ არ ვიცოცხლებ როცა მე ხელს არაფერი არ მიშლის
არც ძიბასასიკვდილო ცოდვები, არც მომზადებლობა. უკვე დავდექი ამ გზაზე, დავიწყე, გავხდი მაზიარებელი და მოდივარ ღამის თევაზე და არ ვეზიარებ, იმიტომ რომ 1 საათი ვერ გავიმეტე უფლისათვის, რომ განმარტოვებულიყო. ასე რომ ავიყვანოთ ჩვენი თავი ხელში და აქ ამ დროს ყველაზე მეტად მარცხდება სიკვდილი. აქ ამ დროს ყველაზე მეტად მარცხდება ჯოჯოხეთი და ეშმაკი. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილები ვარ, ნაგავს და ჯოჯოხეთს ვატარებ საკუთარ თავში, ჩვენ აქ მოსვლით, აი ამ ღამე თუნდაც მოსვლით, ჩვენ პავლე მოციქულივით ვეუბნებით ეშმაკს და ამასოფლის სულს, რომ ყველაფერს ნაგვად შევრაცხა, იმისათვის რომ ქრისტე შევიძინა. დღეს ჩვენ ყველაფერი, მათ შორის ძილის ნაგვად შევრაცხეთ, რომ აქ ქრისტე შეგვეძინა და ბოლომდე მივიტანოთ ეს საქმე. მოვიქნებით სანახევროდ ქრისტიანი. ღმერთი შეგვეწიოს. ღმერთმა აცხონოს ჩვენი მიცვალებულები. ღმერთმა მოგცეს ის წმენა, რომ ერთხელაც რომ გავიღვიძებთ. ეს ღვთის მადლით იქნება, მაგრამ ჩვენი ღვაწლის გარეშე ეს საჩუქარი არ მოგვეცემა. ჩვენთვის სიკვდილ სიცოცხლის ზღვარია, რომ აღარ არსებობდეს, რომ უკვე ქრისტეში ცხოვრობდე, რომ უკვე ხორცი და სული ხო გაქვს, სულით ცხოვრობდე უპირატესად და მარადისობა შენში შიგნიდან ანათებდეს. ეს არ არის რაღაც ილუზია, რაღაცა ესე იგი ვიღაცების კუთვნილი ვალდებულება. უფალი პირდაპირ გავალდებულებს წმინდა წერილში. იყავით ნათელი ამასოფლის. რას ნიშნავს ნათელი ამასოფლისა თუ არა ის, რომ სული ქრისტესი, რომელიც უნდა გქონდეს და იმიტომ რომ ვისაც სული ქრისტესი არ აქვს, იგი არ არის ომისია, პავლე მოციქული ამბობს, სული ქრისტესი ანათებდეს, გაანათებს აბარას იზავს. როგორ შეიძლება ადამიანს გქონდეს სული ქრისტესი და ის არ გამოსჭვიოდეს. და აი, როცა გაქვს სული ქრისტესი, როცა შენი სული გამწყენებულია ქრისტეს ნათელით, რა თქმა უნდა, ის გარეთ ანათებს. როცა ის გარეთ ანათებს, მაშინ რა თქმა უნდა, შენში მარადისობა გარეთ ანათებს. და სხვებისათვის მაგალითია მე ეს. ღმერთმა აცხონოს ჩვენი მიცვალებულნი და შეგვეწიოს უფალი. მადლობა ღმერთს, მე ძალიან მიხარია დღევანდელი დღე, არ ვიცი, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ დღეს განსაკუთრებული იყო ჩვენი წირვა, ვინც იგრძნოს და ვინც განიცადა. და დამერწმუნეთ, აი, ყოველთვის ესეთი იქნება, თუ ჩვენ გულმოდგინეთ მოვალ. და თუ ჩვენ როგორ მოვალთ, იცი რომ აი ეს არის პირველი და უკანასკნელი. წირვაზე უნდა იცი როგორ მოდიოდე, რომ არ ყოფილა არასოდეს შენ ცხოვრებაში წირვა. იყო მანამდე მცდელობები შენი მხრიდან, აი ეცადე ერთხელ, ეცადე ორჯერ, 10ჯერ, 100ჯერ, 1000ჯერ ჯვარ გამოდიოდა. აი ეხლა არის განსაკუთრებული. და ვინ იცის უკანასკნელი. ეს რას ნიშნავს, ხო ხვდები? მთელი არსებით კონცენტრირებული ხარ. აი როგორც რომელი ქერუბიმთან რო იწყება ის წირვის მესამე ნაწილი რო იწყება, რომ ყოველივე ამავეობას დაუტოვებ შენ ცნობიერებაში, ყველაფერს აღარაფერი აღარ უნდა გახსოვდეს. ქერუბიმს ემსგავსები, რომელი ქერუბიმთან საიდუმლოდ ვემსგავსებით და ცხოველს ყოფილსა, სამებასა, სამწმინდა არსობისა გალობასა შევსწირა. აი როგორც გადანაცვლებული ხარ ზეცაში. და აი ეს რომ ამ სიტყვების შესაბამისი შინაგანი მდგომარეობა რო გქონდეს, ამისათვის საჭიროა რომ ყოველი წირვა, რომელზეც მოდიხარ, იყოს პირველი და უკანასკნელი შენთვის. აი ამ განწყობით მოხვი. ეშმაკი იცი რატო გვამარცხებს? აი ესე ზერელად მოვდივარ. ნუ ხო ახლა კიდე მოვედი და ნუ ახლა არა მე არა პირველი და უკანასკნელი. ეს არის თითქოს ერთადერთი შესაძლებლობა, ერთადერთი შანსი, არ მინდოდა ეს თქვა გამომეყენებინა, მაგრამ ერთადერთი. ამის მეტი არ აქვს. წარმოგიდგენიათ, როგორ ჩადებ თელ არსებას, შიგნით ამ ერთ წირვაში. და თუ ყოველ წირვაზე ასე მოიქცევი. მერე შენ ცხოვრებაში ეს გამართლდება ის ხდება. უფალი ამბობს, დღესაც ამოვიკითხეთ, ვინ შეჭამს შემხორს და სისხლმე მათთანაა. როგორ შეიძლება ჭამთ, ქრისტეს ჭამთ ხალხო და ჩვენ არ გვეთყობა არაფერი ესა უბედურება, იმიტომ რომ აი ამას არ ვაკეთებ ჩვენ გასაკეთებას. ღმერთმა გაგვაძლიეროს ჩვენი მიცვალებულებზე ზრუნვა. მიცვალებულებზე ზრუნვა რას ნიშნავს? შენ უნდა იყო ქრისტეს. რა გავაკეთო მამაო გარდაცვლილისათვის მეკითხები. შენ იყავი კაი ქრისტიანი. რომ შენ ლოცვას კონდეს ნაყოფი მაცხოვნებელი ნაყოფი კონდეს. აი ეს უნდა გააკეთო. მეტი არაფერი არ გევალე. ქრისტემ გაგვაძლიეროს. ამინ.